ახლახან გამართულ პრესკონფერენციაზე ილია ტოპურიამ ჟურნალისტის კითხვაზე ხომ არ აპირებს მომავალში ბრძოლას ისლამ მახაჩევთან ძალიან თავისებურად უპასუხა. მისი სიტყვები მალევე გავრცელდა მთელ ქსელში იმ ტონით, რომელიც მხოლოდ ტოპურიასთვისაა დამახასიათებელი, ირონიული, თავდაჯერებული და ცოტა პროვოკაციული. მათ კითხეს, დაინტერესებული ხარ თუ არა ბრძოლით ისლამთან. იგი გაეცინა და უპასუხა: თუ დამარცხდა, დაედაბრუნდეს დაღესტანში თავის ფერმაში და გააგრძელოს ცხრების მოვლა. თუ მოიგო, მაშინ ვიბრძოლოთ. თეთრ სახლში. თეთრ სახლში ეს ფრაზა რა თქმა უნდა მეტაფორად ჟღერდა, მაგრამ ამავე დროს ზუსტად გამოხატავდა ტოპურიას თავდაჯერებულობას. ილია ტოპურია ამ ეტაპზე UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ჩემპიონია. მისი განცხადებები ხშირად არა მხოლოდ გულხემატკივრებს, არამედ თავად ორგანიზაციასაც აოცებს. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ბევრმა გადაწყვიტა, რომ ტოპურიამ ცოტა გადააჭარბა. სოციალურ ქსელებში წამებში გაჩნდა კომენტარები, ზოგმა თქვა, რომ ეს უბრალოდ ტრეშ-ტოკია, ზოგი კი თვლის, რომ ეს უკვე შეურაცხყოფარი. მაგრამ მთავარი პრობლემა აქ ის კი არაა, რომ ტოპურია რაღაც უხეშად ამბობს, არამედ როგორ ამბობს. როდესაც ის საუბარში ცხრებს ახსენებს, ბევრს ეს უგემოვნოდ ექცენება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ტოპურიამ ეს ფრაზა პირდაპირ პრესკონფერენციაზე თქვა. არა სოციალურ ქსელში, არა ირონიით, არამედ ოფიციალურ გარემოში ჟურნალისტების წინაშე. საინტერესო ისიცაა, რომ ალი აბდელაზიზი, ცნობილი მენეჯერი, ამ შემთხვევასთან საერთოდ არაფერ შუაშია. ადრე, როცა მებრძოლები მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ, გულშემატკივრები ხშირად ეჭვობდნენ, რომ პოსტებს სწორედ მენეჯერები წერდნენ, მაგრამ ამჯერად ეს სიტყვები ტოპურიამ პირდაპირ მიკროფონში თქვა. ამიტომაც ბევრი გულშემატკივარი თვლის, რომ ამ ფორმით ტრეშ-ტოკი უკვე ზედმეტი გახდა. თითქოს სირცხვილია იმ ორგანიზაციისთვისაც კი, რომელიც მუდმივად ცდილობს სპორტსმენებს რაღაც იმიჯი შეუქმნას. მეორე მხარეს კი გვყავს კამილ გაჯიევი, რუსული MMA-ის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ფიგურა, რომელიც პირიქით თვლის, რომ ტოპურია ყველაფერს სწორად აკეთებს. მისი აზრით, ილია ტოპურიას სიტყვები უბრალოდ ტრეშ-ტოკის ნაწილია და არავის შეურაცხყოფას არ წარმოადგენს. ის უბრალოდ თამაშობს, ამბობს გაჯიევი. არანაირი შეურაცხყოფა აქ არ არის, ეს ჩვეულებრივი მებრძოლური ფსიქოლოგიაა. თუ ისლამ მახაჩევი დამარცხდება, დაედაბრუნდეს დაღესტანში თავის ფერმაში და გააგრძელოს ცხრების მოვლა. თუ მოიგო, მაშინ ვიბრძოლოთ თეთრ სახლში. მაგრამ გულშემატკივრთა დიდი ნაწილი გაჯიევს არ ეთანხმება. მათთვის ეს თამაში ზედმეტად ბავშვური ჩანს. ხალხი წერს, რატომ უნდა დაიყვანო ყველაფერი სასკოლო ხუმრობის დონემდე. სწორედ ამიტომაც ბევრმა დაიწყო ისმის თქმა, რომ ტოპურია თითქოს კარგავს იმ ელემენტს, რაც მას განსხვავებულად აჩვენებდა. როდესაც ტრეშ-ტოკი მოდის ისეთ მებრძოლებისგან, როგორებიც იყვნენ კონორ მაკგრეგორი ან კოლბი კოვინგტონი, ეს ორგანულად გაიყურებოდა. ხალხს მათ შესაძლოა არ მოსწონდა მათი დამოკიდებულება, მაგრამ მაინც სცემდნენ პატივს, იმიტომ რომ ამ იმიჯში იყვნენ ნამდვილი. ტოპურიას შემთხვევაში კი ხალხი უკვე გრძნობს, რომ ეს ყველაფერი თამაშად იქცა, თითქოს ილია უბრალოდ როლის შესრულებას ცდილობს. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ტოპურია რეალურად რჩება ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბოქსიორი MMA-ში. მისი დარტყმების სიზუსტე და ტექნიკა იმდენად მაღალია, რომ ზოგი ექსპერტი მას დღეს UFC-სა საუკეთესო ბოქსიორად მიიჩნიას. ის უკვე იმ ტიპის ჩემპიონად იქცა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, როგორც მედიის, ასევე ჰეიტერების მხრიდანაც. მაგრამ საინტერესო ისიცაა, რომ ამ ხმაურის ფონზე თითქოს ყველამ დავავიწყდა არმან წარუკიანი. მიუხედავად იმისა, რომ არმანი სავარაუდოდ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტია მსუბუქ წონაში, ტოპურია თითქოს არც კი განიხილავს მას სერიოზულ მოწინააღმდეგედ. ის ღიად ამბობს, რომ არმანი სუსტი და უინტერესოა, რომ მასთან ბრძოლა არ ღირს. თუმცა ბევრი ექსპერტიც გჯერა, რომ სწორედ წარუკიანი იქნება ის, ვინც რეალურად შეძლებს ტოპურიას შეჩერებას. ტოპურია კი ახლა მთლიანად ფოკუსირებულია იმაზე, რაც მისთვის უფრო ხმაურიანად გამოიყურება. ბრძოლა ისლამ მახაჩევთან, ბრძოლა თეთრ სახლში და მესამე ქამარი. თუმცა ამ ეტაპზე მან ჯერ კი არც დაიცვა თავისი ტიტული მსუბუქ კატეგორიაში და ამ ფონზე მისი საუბარი მესამე ქამარზე ბევრისთვის უბრალოდ ფანტაზიად ჟღერება. ახლა მოდი გადავიდეთ იმაზე, რაც ტოპურიას შემდეგი ნაბიჯის ირგვლივ ყველაზე დიდ ხმაურს იწვევს. ვინ უნდა იყოს მისი შემდეგი მოწინააღმდეგე? რამდენიმე კვირის წინ UFC-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია ტოპურია შესაძლოა შეხვდეს ჯასტინ გეიჯეს, მაგრამ ეს იდეა მალევე გაქრა. ახლა უფრო რეალურ კანდიდატად ბევრს მიაჩნია ფედი ფიმბლეტი, ბრიტანელი მებრძოლი, რომელიც თავისი ექსცენტრიული ქცევებით და უცნაური ტრეშ-ტოკით ხშირად თავადაც ჰედლაინში ხვდება. ფედი ფიმბლეტმა უკვე ღიად გამოიწვია ტოპურია, სოციალურ ქსელში მან დაწერა: თუ ასეთი მაგარი ხარ, მოაწერე ხელი კონტრაქტს და ვიბრძოლოთ.
ეს ფრაზა გულშემატკივრებისთვის საკმარისი იყო იმისთვის, რომ ინტერნეტში აფეთქება მომხდარიყო. ბევრი თulis, რომ ეს შეხვედრა სუფთა ემოციების დუელი იქნება. ბრიტანული სიგიჟე ტოპურიას ლათინურ ტემპერამენტს დაუპირისპირდება. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა დგას კითხვა: ფსიქოლოგიურად რამდენად მზად იქნება ილია ტოპურია ამ დაპირისპირებისთვის? ფედი ფიმბლეტი ცნობილია იმით, რომ მას შეუძლია ოპონენტი ემოციურად დააღალოს. ის პრესკონფერენციებზე არ ჩერდება, მუდმივად უპირისპირდება და აშკარად ცდილობს მოწინააღმდეგე წონასწორობიდან გამოიყვანოს. და უნდა ითქვას, მას ეს უკვე გამოუვიდა. გულშემატკივრები იხსენებენ იმ შემთხვევას, როცა ფიმბლეტმა პირდაპირ ტოპურიას თავზე დაიცინა და ილიას რეაქცია აშკარად ნერვული იყო. ის გაღიზიანდა, წამოიჭრა, დაიწყო ყვირილი და შეეცადა მიახლოვებოდა პედისთან. სწორედ ამიტომ ბევრი ამბობს, რომ ფედი ფიმბლეტი უკვე შევიდა ტოპურიას თავში და ეს ალბათ მისი ყველაზე დიდი გამარჯვება ამ ეტაპზე. თუმცა სპორტული თვალსაზრისით ეს ბრძოლა ტოპურიასთვის არ იქნება მარტივი. ფედი ტექნიკურად უხეში მებრძოლია. მისი მოძრაობა ხშირად არაპროგნოზირებადია და მის დარტყმებში ბევრი ქაოსია. ეს შეიძლება იყოს სერიოზული გამოწვევა ისეთი ტექნიკური ბოქსიორისთვის, როგორიცაა ტოპურია, რომელსაც უყვარს სუფთა დარტყმები და მკაფიო კომბინაციები. ამასთანავე ფიმბლეტს ფიზიკური უპირატესობაც აქვს. ის 8 სანტიმეტრით მაღალია და ხელების სიგრძით 10 სანტიმეტრით აჭარბებს ილიას. ასე რომ ფედი ნამდვილად არ არის ისეთი ოპონენტი, რომელსაც მარტივად დაიჭერ. თუმცა რა თქმა უნდა, ტოპურიას დარტყმების ძალა და ტექნიკა სავარაუდოდ მაინც გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. თუ ის მოახერხებს ბრძოლას ახლო დისტანციაზე გადაყვანას, მისი აპერკუტები და ბოდიშოტი ნარნახი დარტყმები შეიძლება ყველაფერს დაასრულოს. მაგრამ თუ ფიმბლეტი შეძლებს დისტანციის შენარჩუნებას, ბრძოლა შეიძლება გახდეს ხანგრძლივი და რთული ფსიქოლოგიური ომი. UFC-ს პრეზიდენტი დეინა უაიტი კი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაურად გამოხატავს საკუთარ პოზიციას. როდესაც ფიმბლეტი და ტოპურია ერთმანეთს შეხვდნენ და ატყდა მათი ცნობილი დაპირისპირება, ბიძღვები, სიტყვიერი შეტევები, კამერების წინ აყოლილი ემოციები, დეინა უაიტი თითქოს დაიბნა. მან ჟურნალისტებთან თქვა: "მე ამას არ დაუშვებდი, ეს საშინელებაა." ბევრმა ჩათვალა, რომ ეს უბრალოდ თეატრალური განცხადება იყო, რომ დეინას უბრალოდ უნდოდა სიტუაციის კონტროლის ჩვენება. მაგრამ სხვებმა შენიშნეს, მისი ტონი თითქოს მართლა გამაღიზიანებელი იყო, თითქოს ის არ იყო კმაყოფილი იმით, რომ ფიმბლეტი ზედმეტად წინ წავიდა. ზოგი ფიქრობს, რომ დეინა უაიტი აღარ აპირებს ფიმბლეტის აქტიურად წინ წამოწევას, რადგან მასში ვერ ხედავს ნამდვილ ჩემპიონურ პოტენციალს. ამას იმაში, ისლამ მახაჩევი თავის მომზადებას აგრძელებს. მისი მწყვენი ჯავიარ მენდესი ამბობს, რომ ტოპურიას წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებს სრულიად განსხვავებულ ტაქტიკას. მასთან არ შეიძლება ბოქსის დისტანციაზე დგომა. მისი დარტყმები საუკეთესოა მთელ MMA-ში. უნდა ვიმუშაოთ ფეხების მოძრაობაზე, დავამატოთ კუთხეები, მეტი მოითაი სტილი, ლოუ-კიკები, ტაიმინგი, წნეხი. ეს ბიჭი ნამდვილად არ არის უბრალოდ ბოქსიორი. მას კარგი მოჯიდავე უნარებიც აქვს და არც ჯიუ-ჯიტსუ აკლია. ეს სიტყვები აჩვენებს, რომ ისლამ მახაჩევი სერიოზულად ეკიდება მომდევნო გამოწვევას და თუ ის შეძლებს კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ სუბუკ კატეგორიაში უპირობო ლიდერია, მაშინ ბრძოლა ტოპურიასთან უკვე რეალურად გადაიქცევა იმ ოცნებად, რომლისთვისაც მთელი UFC დაიძრება. თუმცა ილია ტოპურია მანას უნდა დაიმახსოვროს ერთი რამ. საუკეთესო პირები ესაა, რომელიც რეალურად შესრულდა. ხშირად ყველაზე ხმაურანი სიქვები იშვიათად იქცევა გამარჯვებად. ამიტომ სანამ თეთრ ხალზე ლაპარაკობს, კარგი იქნებოდა ჯერ საკუთარი კამარი ერთხელაც მაინც დაეცვა. გულშემატკივრებო, თქვენი აზრი საინტერესოა. ვინთან უნდა ჩაატაროს შემდეგი ბრძოლა ილია ტოპურიამ? გაინტერესებთ თუ არა მისი შეხვედრა ისლამ მახაჩევთან, თუ ფიქრებთ, რომ ჯერ არმან ცარუკიანი ან ფედი ფიმბლეტი უფრო ლოგიკური ნაბიჯია? დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი და ვნახოთ, ვინ აღმოცნდება შემდეგი, ვინც ტოპურიას რეალურად გაუძლებს.